ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფის მარშრუტია: პურის საცხობი, კაკოია საქაბაბე, ლუდის ეზო და გარე ვაჭრობა თევზით. საწყობივითა გაქვთ საწარმო გადაქცეული. ყველას აყავს ბავშვები, მაგრამ სათამაშოები და აი ნასკები, მე რა რომ ბავშვის ნასკებია, რა მნიშვნელობა აქვს? არავითარ შემთხვევაში საწარმოში არ უნდა იყოს. ზე ანტისანიტარია, ზე სიბინძურე და ეს ობიექტი სასწრაფოდ უნდა დაალაგდეს და მოწესრიგდეს. როდესაც მთლიანობა არის ეს სიმკვრივე დარღვეული, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ პროდუქტს უკვე აქვს დაწყებული გაფუჭება. ნახეთ, ეს არის საღებავით შეღებილი თევზი და შეიძლება კანცეროგენულიც კი იყოს. ამიტომ 100 ჯერ დაფიქრდით სანამდე შეიძენთ. ბათუმში ვართ, უბანში ურეხი, ეს არის ვარშანიძის ქუჩა 147 და აქ არის პურის საცხობი. აბა რა ხდება საამქროში? ეხლა უკვე გვაჩვენებს და გვეტყვის მადონა კოიძე, ჩვენ კი ვათვალიერებთ ლამაზ ვიტრინებს. პური არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ოჯახში შევა. ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, როგორც ყველა პურის საცხობში არის საოცარი სურნელი. ამას სულსაც ვერ დავარქმევ, აი საოცრებაა, მაგრამ რაც უკვე არ მომწონს, ეს არის რომ ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთებია, რაც იწვევს მტვერის დაგროვებას. აი ნახეთ, ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც იწვევს სვენას და ეს არის ყოლა დაუშვებელი. მუშაობის პროცესში ნაგავი ეყაროს ძირს და ნაგვის ყუთი იყოს სავსე დაუშვებელია. მუშაობის პროცესში იყო ასე აი ამდენი ნაგავი ობიექტზე, სადაც არის ერთჯერადი პარკები, რომლითაც მომხმარებელს აწვის პროდუქტს ასეთ ნაგავში იყოს ჩაყრილი, აი ეს არის დაუშვებელი. ღიობები არ უნდა იყოს და მტვერის და ნაგვის დაგროვება არ უნდა ხდებოდეს. ახალი და ძველი პურიც ერთადაა ჩაყრილი და ესეც არასწორია. ეს შესაფუთია, ხო? შესაფუთი და აი აქ ამდენი ზედმეტი ნივთები იყოს და ნუ აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის ჩვეულებრივი საწყობივითა გაქვთ საწარმო გადაქცეული. ყველას აყავს ბავშვები, მაგრამ სათამაშოები და აი ნასკები, მე რა რომ ბავშვის ნასკებია, რა მნიშვნელობა აქვს? არავითარ შემთხვევაში საწარმოში არ უნდა იყოს. სურათზე პური არის, მაგრამ დახლებზე არ ჩანს. სად არის? აბა. აჰა, აქედან კი არის ნამდვილად. ლარი და 20. ლარი და 20 ღირს, აი ესეთი ბატონი პური, მარტო ერთი ტიპის პური გააქვთ. მარტო ესეთი პურია. აი რა გითხრათ, პურის სურნელი რა თქმა უნდა განსაკუთრებულია, პური ყველა ოჯახში არის და უმეტესობას გვიყვარს პური და პურის პროდუქცია, მაგრამ თავარია მაინც ის არის თუ როგორ პირობებში აცხობენ ამ პურს. ხედავთ რომ აქ ფული უნდა დადო და ძალიან მაინტერესებს უბრალოდ კონსულტანტი, როდესაც ხურდას უბრუნებს მიყიდველს, მერე პურს ხომ არ ეხება. იმედი მაქვს, რომ აი ეს სელოფანის პარკები რო კიდია, ალბათ იყენებენ ან ერთჯერადი ხელთათმანები აქვს. უბრალოდ ჩვენ ეხლა ამას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ გამყიდველი გაქრა. რატომღაც? არ ვიცით. მოკლედ, ეს არის ურეხი, ვარშანიძის ქუჩა და საცხობი დაგი 05. ეს არის დასაყოვნებელი. ნახეთ აი როგორი სიბინძურია, რამდენი ხანია არ გამოწმენდილა აქაურობა. ამას ყველაფერს უნდა მოწესრიგება, კედელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, კედლები გასაწმენდია და საშინელი ჭუჭყიანია. ნუ აი რა გითხრათ, თქვენ თვითონაც ხედავთ და ჩემზე კარგად შეგიძლიათ უკვე კომენტარების გაკეთება, უკვე ჩემზე კარგად ეხყვებით ყველაფერში და სამწუხაროდ აი ძალიან სავალალო და ცუდი მდგომარეობაა. საწარმოში აი ესეთი კუთხეები არსებობდეს, ნუ ყოლა დაუშვებელია რა, აი ეს ზესიბინძურია. მე აი ძალიან მწუხარ და რა თქმა უნდა არ მომწონს, იმიტომ რომ ასეთი რამ არ უნდა არსებობდეს საწარმოში. აქაც წყალი ჩამოდის, აი ნახეთ, დაობებულია კედლები და ეს არის საპერფარეშო და ამას შეხედეთ. აქ შესაბამას ფიზიკურად შეუძლებელია. სრული ანტისანიტარია, ძალიან მწუხვა, ძალიან ტკივა, როდესაც აი პურის საწარმო ამ მდგომარეობაშია, დანადგარები კარგია ძალიან, ყველა იმის შესაძლებლობა აქვს, რომ კარგი პროდუქტი აწარმოონ, სუფთად აწარმოონ, მაგრამ აი მოდით ჩავიხედოთ ელემენტარულად, აი ამის ჩარეცხვას რა უნდა? იცით რაზე მეტყველა, ეს რომ იატაკის სტილოსაც აქრეც ხავენ, აი შეხედეთ. აი შეხედეთ. აი
აქ გარდა იმისა, რომ არის პურის ფქვილის ნავჩხენები და ჭურჭელი, ამის გარდა არის უამრავი სილა. ხა სილას არ ხმარობენ არანაირად პურის გამოცხობის დროს, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივად სადღაც აი ოდნავ მისუფთავებული იატაკის ტილო ჩარეწყილი, იმიტომ რომ სხვა ფაქტიურად სივრცე არც გააჩნიათ. ვაიმე, შეხედეთ. შეხედეთ, რაღაცები დაძვრებიან. მეშთან მეშინია. ნახეთ. შეხედეთ. ეს საერთოდ არასდროს არ აწეულა და არ გამოსუფთავებულა. შეხედეთ. აგერ ერეკლე ჩაახედე ამ მდგომარეობა. აი ეს არის პურის საწარმო, ნახეთ? აი ეს არის, ახლა ჭიანჭველები ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენ მოვწერეს ტარაკნებზე, თუმცა ტარაკნებზე არ ვიცი. მომწერეს, რომ აი სულ წამლავენ ზევითა მეზობლები არიან ძალიან შეწუხებულები, თუმცა მე პირადად ჯერჯერობით აი ვერ ვნახე, თუმცა უამრავი აი ბავშვების სათამაშოებით სავსეა აქაურობა, სიმართლე გითხრათ, პირველად რომ შემოვედი, მეგონა რომ ჩვეულებრივად არის სათამაშოების მაღაზიის საწყობი. ძალიან ბინძურია ყველაფერი. ხელის მოკიდება პრინციპში არაფერზე არ სიამოვნებს, არ მომწონს. ყველა ნაგვისყუთი გადაჭედილია, რაც ყოველად დაუშვებელია და უამრავი ზედმეტი ნივთია. აი ეს ყველაფერი არის ჭურჭლის დაგროვების ადგილები, იმიტომ რომ აი ზევით კი არა, იატაკი არ არის მოწესრიგებული და ელემენტარული აი სინები და დანარჩენი არ არის არაფერი მოწესრიგებული. ყველგან აბსოლუტურად სიბინძურია და არ გამიკურდება ჭერში ეგეთ სიტუაცია რო იყოს. ძალიან მწუხარ და ძალიან აი გული მტკივა რომ პურის საწარმოში არის ეგეთი აი ანტისანიტარია. აი შეიხედე. აზრათაც არავის არ მოუვა რომ რამე გამოწვიან და რამე მიალაგონ. ზე ანტისანიტარია, ზე სიბინძურე და ეს ობიექტი სასწრაფოდ უნდა დაალაგდეს და მოწესრიგდეს. ქუთაისში თუ არის განთქმული ბიკენტია საქაბაბე, ბათუმში აგერ კაკოია საქაბაბე. ამ კაკოია საქაბაბაზე მოგწერეს ბათუმელებმა, აინტერესებთ თუ როგორ პირობებში ამზადებენ ქაბაბს, ჩვენც რა თქმა უნდა გვაინტერესებს, ამიტომ მადონა კოიძე გადამღები ჯგუფით შედის სამზარეულოში, ჩვენ კი დარბაზში. კარები დაკეტილი უნდა იყოს, ბადე უნდა იყოს აუცილებლად. აქ საჭმელს ამზადებთ და აქ ჭურჭელი ირეცხებოდეს, ჩვეულებრივი ჯვარედინი არის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს მალე ჩვენაც დაიწყებს და უნდა შეაკეთოთ. აი ეს არის წვეთა. აი ბრუნდება ჩვეულებრივად აი ჯაჭვში, ნახეთ. ანუ გამწოვის სიმძლავრი არ არის საკმარისი და ამიტომ სამწუხაროდ ხდება ისევ დაბრუნება. მაცივარი სუფთაა. და ყველაფერზე ვადები არის. კი ბატონო. მაცივართან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ცუდია ის, რომ აი ტილო პირდაპირ დადებულია მერერა, რომ გადასაყრელ პროდუქტზე იჟრინთება და მიკრობთა რაოდენობა იზრდება შემდეგ, იმიტომ რომ დეზინფექციის გარეშე და გამოხარშვის გარეშე ფაქტიურად ეს უკვე ტილო მაგიდის გადაწმენდა ცოტა ძალიან არასასიამოვნოა. ტილოები და მზაკერძები და გადასაყრელი კერძები წვდომაში ერთმანეთთან არ უნდა იყოს, მაგიდის ტილო უნდა იყოს მაგიდის ტილო. ტრაპის სველია და ეთყობა, რომ იატაკიც კარგად ირეცხება. აი ეს ძალიან სასიამოვნოა. ტრაპი როდესაც გაბინდულია, იატაკი არ ირეცხება. იატაკის ტილოების არსებობა აქ მე პირადად ძალიან მადარდებს, იმიტომ რომ აქვე რეცხავთ მაგიდის ტილოებს, კი ბატონო, მისაღებია და დასაშვებია. მაგრამ აი იატაკის ტილოები იყოს აი აქ ეს იმაზე მეტყოლებს რომ აქ ეცხავ. ვერაფრ ვერ დავიჯერებ. მაშინ აქ, ეხა აქ ამოყარეს, წყალი მერე წაიღეს აბაზანაში, საფერფაროში გადაასხეს, მერე მოვიდნენ, ჩაყრიან ისევ იმაში სათლში წაიღებენ, ნუ ეხა ეს ხო აბსურდია. მოკრძალებული დიზაინი, ინტერიერი არის ძალიან უბრალო. აი ესეთი მაგიდებია, სადაც დადგებით და მიირთმევთ ქაბაბს, არის დასაჯდომი ადგილებიც და თვითონ ქაბაბი, უნდა გითხრათ, რომ ძალიან გავს ბიკენტიას ქაბაბს. აი ქაბაბი, რომელიც პირდაპირ соусშია რა, соуსი და ხორცი ერთად არის. ეს არის ესეთი სპეციფიკა ამ ქაბაბის ბიკენტიაშიც და აქაც კაკოიას საქაბაბეშიც. აი ესეთი ფოტოებია და რეპროდუქციები, რა თქმა უნდა, ყველაფერი საჭმელთან და კერძებთან არის დაკავშირებული. ლუდი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც მამაკაცები შემოდიან და ლუდს მიირთმევენ და აი სხვადასხვა ტიპის კერძები. ეს არის კაკოია? ხო.
მას ქონდა ესეთი ხო მაგრამ შვილი აგრძელებს ახლა ბიზნესს და აგერ არის მენიუ ქაბაბი დიდი ულუფაც არის საშუალოც და დანარჩენი სულ სასმელებია ჭაჭა, ლუდი, კოკა-კოლა და ასე შემდეგ. საინტერესო კოლორიტური სურათებია, ყველაფერი ხორცთან არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული და соусებთან. საკაბაბეს აქვს ტუალეტი, ძველი კარია, მაგრამ შიგნით აი რა გითხრათ. მეტნაკლებად თურქული ტუალეტი, აი ეს არის რაც არის, ხელსაბანი არის, ხელს დაიბან, თხევადი საპონი არის, ქაღალდი არის. ხაბაბი სად მზადდება? სად, რომელ ობიექტზე? არაფერი არ ვიცი, ჩვენ დამზადებული მაქვს მაქსიმუმ. აბა ვინ იცის? დაურეკეთ ხელმძღვანელს და კითხეთ. სად მზადდება ქაბაბი? ის მენოდო. ის შედოვა და იგი ქაბაბი სად მზადდება უდან, მე ახლა მე ხო, იგი მაშინ გიორგი გაყოლა, მე არ ვიცი, მაინც და გიორგი მისე გავაყოლე გიორგი. სად მზადდება ქაბაბი? ჩვენ არ თქმა უნდა გავიგეთ, მაგრამ ეხლა მისვლას აზრი არ აქვს, საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ტერიტორიულად არის მოცილებით, ცოტა შორს არის და არ გვინდა მივცეთ იმის ფუნება, რომ მოაწესრიგონ ობიექტი, მოულოდნელობის ეფექტს არ დავკარგავთ, მისამართ შევინახავთ და სხვა დროს აუცილებლად გაჩვენებთ. ბათუმში ტყეალ აბუსერიძის ქუჩაზე ბევრი ლუდის ბარია. აქვე არის ლუდსახარში ქარხანა და ალბათ ამიტომაც არის ამდენი ერთად კვების ობიექტი, რომელიც ლუდთან არის დაკავშირებული. ლუდი, ფეხბურთელები და გემრიელი ხორცი. ლუდის ეზოში შევდივართ ტყეალ აბუსერიძის 26 ნომერში. შემოვედით სამზარეულოში. პირველი რაც ხდება თვალში ეს არის უჟანგავი გამწოვი და რა თქმა უჟანგავი მაცივარი. ნუ ეს პლასმასის არის და დიდად სახარბიელო და კარგი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ერთგვაროვანი ზედაპირი არ არის, მაგრამ იმედია რომ სათანადოდ არ სუფთავებენ, საჭმელში არ მოხდეს კონდენსატი, ამიტომ მოწყობილობა აქვს ესეთი შესაბამისი გაკეთებული, თუმცა აი ხავე დაგიმტკიცებთ რომ ეს ვერ იცავს. ნახეთ, აი უკვე წვეთები წამოვიდა, ალბათ პერიოდულად ცვლიან და უკვე იქ აღარ ეტევა სითხე და ნახეთ, აი კონდენსატი უკვე წვეთა იწყება. იმედია რომ გამოცვლიან ძალიან მალე, დანარჩენი ტერიტორია მოწესრიგებული და სუფთა არის. ფიტურის ზეც გამოიყენებენ, ანუ მრავალჯერაც დასაშვებია. კარგია რომ ტერიტორია გქონდეს და არ იყოს ბოსტნეული, მით უმეტეს ბინძური გასარეცხი ბოსტნეული შემოტანილი თვითონ ტერიტორიაზე, ეს აი ძალიან არასწორი და ძალიან ცუდია. იატაკებიც მოსაწესრიგებელია, დასასუფთავებელია. ეს არის ქვაბები, სუფთა ქვაბები შენახული, სტიკერები არ არის. ყველი როდინდელია ვერ გეტყვით. ყველი აუცილებლად უნდა იყოს დასტიკერებული და ყველსაც აქვს ლადა, მით უმეტეს ყველმა ძალიან იცის მარტივად გაფუჭება. ის სათანადოდ არ არის შენახული. სოკო აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული, კარაქი უნდა იყოს შესაბამისი, შეფუთული, კარაქიათვის პედი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში აუცილებლად შეფუთული უნდა იყოს. სოსისები ვადიანია, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს, ეს ძალიან კარგია. ეს არის დახურული სივრცე. აქ ძირითადად ალბათ წვიმიან ამინდში არიან, არ გეგონოთ საფეხბურთო თასებია, ეს არის ლუდის ესე კი საწვისები, ლუდის ჩამოსასხმელი სპეციალური ცისტერნები, რომლიდანაც მოდის ლუდი, რა თქმა უნდა, რამდენი ლიტრიანია? 3 და 5. თუ დიდი კომპანია 5 ლიტრიანი, თუ ნაკლები მაშინ 3-ც გეყოფათ. მოდით გავიდეთ ახლა ეზოში, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ლუდის ეზოა და ეზოში არიან მომხმარებლები. აქ შედან ბრუტალური, ძლიერი ქართველი მამაკაცები აჭარიდან, რომლებსაც ლუდიც უყვართ, ფეხბურთი, ქაბაბი, ხინკალი და მოკლედ რა. და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გვასახელა
ჩემპიონთა ლიგაში და აქვე არის რა თქმა უნდა ეკრანი, რომელზეც ალბათ ფეხბურთია ძირითადად, თუმცა შეიძლება რაგბიც არის, ხო, ხანდახან. ან ოლიმპიური თამაშები. ეს ხო სამრეცხაოა, თქვენ რეცხავთ ჭურჭელს და ხორცი სამრეცხაოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ცივდებოდეს. უნდა იყოს შესაბამისი ადგილი, სადაც იქნება დაცული. რაღაცა სტიკერები აქვს, 17.05, რაღაცა სტიკერები არა აქვს. ჩაყინულია ძალიან ბევრი პროდუქტი, ანუ კუთხეები ისე თუ ასე მოწესრიგებულია, ტერიტორია ძალიან პატარაა, სტიკერებთან დაკავშირებით თქვი, რომ აშკარად პრობლემაა. სტიკერების კონტროლი არ მიმდინარეობს. აქ არ უნდა იყოს აი აბსოლუტურად არაფერი და ზედა პირების მოწესრიგებული უნდა იყოს და მტვარის დაგროვების საშიშროება არ უნდა არსებობდეს. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ცუდი არის, რომ აი სადაც ამდენი რაოდენობით შემოდის საფერფლე და ირეცხება, იქ ცივდებოდეს ხორცი. თუმცა ეს ხორცი იდო მაცივარზე და ჩვენ გადმოვდგით, იმიტომ რომ აქ კიდევ უფრო დაუცველი იყო. ხო, ლუდის ეზოში მხოლოდ მამაკაცებისთვის არის სველი წერტილი, ქალებისთვის ვერ ვხედავ. კაი, ქალებისთვისაც ყოფილა, ანუ გენდერული თანასწორობა დაცულია. უბრალოდ დარბაში არის ქალებისთვის და გარეთ მამაკაცებისთვის. აი, მოდით ვნახოთ. ეხლა ვინმეს არ შეუვადეთ, აი ეს არის ღია. აი რა გითხრათ, ძალიან ცუდი სუნია, არ მომწონს სინესტის. წყალი მოდის. არის კაფი, ნამდვილად და არის ხელსახოცი, ხედავ რომ არის. ხო, მაგრამ ესეთი სინესტის სუნია და არ არის მანდა მაინც სუფთა არ არის. ბუზები არის, იმიტომ რომ ღია არის, ღია სივრცე არის და ხორცი მუშავდება და ბუზები თავისთავად იქნება. ასეთ ღრუბელს მე ვერანაირად ვერ მივიღებ, აი ამ საშინელებას. გაქვთ და გამოგიცვლიან და გადააგდებთ თუ მოგიტანოთ, გიყიდოთ. გამოცვლით? იმედია. და ეს დაფაც აი ჩემთვის პირადად ნახეთ, თქვენ როგორ მოგწონთ? თქვენ გააკეთეთ კომენტარები. არ მინდა ვიყო ძალიან კრიტიკული, მაგრამ ამას აქ აუტანელი სუნი, აი სიშავეები არის ზუსტად ის, რომ ცხიმი ზუსტად ამაში რჩება და მე შავდება. ნახეთ, აი ეს ერთი მხარე, ეს მეორე მხარე. ეს უნდა სუფთავდებოდეს სათანადოდ, რაც სამწუხაროდ არ ხდება. აი ეს თავსახური მეტყველებს ზუსტად იმაზე, თუ როგორ უვლიან აქ მაცივებს. აი, ნახეთ. კი, ცალ-ცალკე არის ჩადებული, ძალიან კარგია, მომწონს. მაგრამ აი ეს სავარაუდოდ სადღაც დააგდენ და ნახმარი ხელსახოცი აყო. თმა. შავია მამაკაცის, ჩემი არ არის. ეს არის ვიჩინა დაჭრილი. ეს არის ვიჩინა დაჭრილი და გამზადებული მოსახარშად და რა ბედნიერება არის ეს ვიჩინა იხარშება. იმიტომ რომ მეორად პარკში იყოს ვიჩინა განთავსებული, ცოტა სირცხვილია. პარკის პრობლემა არ უნდა იყოს ობიექტზე და პარკის ელემენტარულად აი არსებობა არ უნდა იყოს პრობლემა და ახალი პარკების აი ნახეთ, აქაც ვიჩინაა. ნახეთ, აი შეცდომა რა არის. ახლა აქ ანრი, ნახეთ, ეს კონსულტაციის სახით. ეს არის соуსი, ხო, რომელსაც მზა პროდუქტს უსმევთ, ხო? ეს არის ნახეთ, ბოსტნეული, რომელიც არის დაუცველი. ეხლა შეხედეთ, მოდით ეს ოდნავ ავწიოთ და აი ეს არის ბოსტნეულის ყუთები და გადმოყრილი ნაგავი. აი ეს შეიძლება ამას ჩავარდეს? ხო შეიძლება. ამიტომ მოდით ესე გავაკეთოთ, ბოსტნეული ქვევით გადმოვიტანოთ. და კერძი რომელიც ვერ დააბინძურებს ერთმანეთს, ისინი ზევით ავიტანოთ. კარგით? აი აქაც ნახეთ, აი რა მდგომარეობა გაქვთ და მაცივარი უფრო ხშირად დავალაგოთ. ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს მაცივარი დასალაგებელია აშკარად. და ძალიან გთხოვთ, აი უფრო კარგად მიხედეთ აქაურობას, იმიტომ რომ აშკარად პრობლემები სამწუხაროდ არის. თევზი, რომელიც ქუჩაში პირდაპირ ღია ცის ქვეშ იყიდება. ჩვენ ვიყავით აქ რამდენიმე თვის წინ და ისევ დავბრუნდით. თუ რა სიტუაცია დაგვთა, მოგიყვებათ უკვე მადონა კოიძე. ყოველწლიურად დავიღალე ერთი და იგივეს გადაღებით და ერთი და იგივეზე საუბარი, უამრავი ბუზი და ნახეთ, აი ძალიან კაფიოთ და კარგად აწერია, თუ რა პირობებში უნდა ინახებოდეს პროდუქტი. -2-დან 2 გრადუსამდე +2 გრადუსამდე 72 საათი აქვს შენახვის ვადა. მაყურებელს შევეკითხები, როდესაც აი ესე არის ძვლები გამოყრილი და როდესაც მთლიანობა არის ეს სიმკვრივე დარღვეული. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას,
საერთო სავარაუდოდ პროდუქტს უკვე აქვს დაწყებული გაფუჭება. ნახეთ? აი ნახეთ, აი ასე ამოყრილი ძვრები არ უნდა იყოს. აი და ეხა გადავიდეთ ბუზებთან. ნახეთ, აი ძალიან ხშირია, როდესაც აი ნახეთ, აი აგერ ბუზია, ეგერ ბუზია, იქაც ბუზია, ყველგან ბუზია აბსოლუტურად. ზოგი მწვანე, ზოგი ყვითელი, ზოგი შავი და ასე შემდეგ. აი ზუსტად არის ძალიან მაღალი რისკი იმის, რომ აი კვერცხები დაიდოს და აი შემდეგ უკვე მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანება მოხდეს. აი ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ეხა მეორე უკიდურესობა. აი ნახეთ, აი ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ, აი ამ მწვანე ბუზებს შეხედეთ. აი ძალიან მაღალი რისკია იმისი, რომ აი მოხდეს, აი ახაც ნახეთ, მით უმეტეს ქალბატონო ჯერ გამოუშვით ბუზი და მერე დაახურეთ. ამას ვადები რატო არ აწერია და ვის მიერ არის წარმოებული. სურსათის ეროვნული სააგენტო არასდროს არ მოდის და შენიშვნას არ გაძლევთ? აი ეს ხო ჯანმრთელობა, მომხმარებლის ჯანმრთელობას რისკის წინაშე აყენებთ. მოკლედ, ჩემი რჩევა, პირველი არ იყიდოთ, მეორე თუ გარისკავთ და იყიდეთ, აუცილებლად ალკოჰოლს არ უხკეთებ არანაირად რეკლამას, მაგრამ გაისპირტეთ. იმიტომ რომ აქ ნაყიდი პროდუქტი ძალიან სერიოზულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს. ხო, კარგად გახსოვთ გაჩვენეთ შენახვის პირობები -2-დან +2 გრადუსამდე და აი ეს არის დღევანდელი ტემპერატურა. ეხლა გრილა, საბედნიეროდ, კიდე არ აუშავს. ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ეს არის სხვადასხვა მომწოდებლები და ეს ნახეთ, აი ეს არის შეღებილი თევზი. ეს კიდე სხვა რისკ ფაქტორია. ნახეთ. ეს არის საღებავით შეღებილი თევზი. რომელიც საღებავია გამოყენებული კიდე ღმერთმა იცის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საღებავი, რომელიც აი ამ ფერზე ღებავს პროდუქტს, ძალიან მავნებელია და შეიძლება კანცეროგენულიც კი იყოს. ამიტომ 100 ჯერ დაფიქრდით სანამდე შეიძენთ. 4 დღე. აი თქვენ გაგიჭირდათ წაკითხვა და მე როგორ უნდა წავიკითხო? თაშ რატი როცა აქ აი მოყენებული ეს ერთი დღის მაწონი არ არის. იმდენად კონდენსატია, აი ამასაც კი აქ დასხმული, აი ნახეთ. ეს დღევანდელი არ არის. კაი, სტიკერები ამას არ აქვს, მაგრამ აი აქ არის 3 ივნისის სტიკერი, არის. ანუ თქვენ რას აკეთებთ, იცით? თქვენ აკეთებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყოველ დღე აბსოლუტურად ახალ ეტიკეტებს აკრავთ. ციფორი კი საგვარელია. ფეხსაცმელები აქ არის და ფაქტიურად მაინც შემოდიან. რომ არა ჩვენი ერთგული მაყურებელი, სახალხო კონტროლი არ იქნებოდა ის გადაცემა, როგორიც არის.